მანქანის წინა შუშა არის ჩამტვრეული. ჩიქაუთი გვაქვს და ისევ ვაგვიანებ. დილის ორომ მტრიალი აქვს. უი, ფეხსაცმელები რო ჩავიცვა. აი მე რა მოქვს ვეგანური ჩორიზოს სნექები. ბარგი უნდა მივიტანოთ მანქანამდე. პარკინგი ამ სახლს ხონდა შორს. შორს არ არის ძალიან, მაგრამ აი შორია რა ამ ხელამბარგით. მოვაღწიეთ. პარკინგის ბარით გავატანეთ, რომ დატოვოს სასწრაფოდ მოვიდეს და კარები ღია დამიტოვა ჯერ პირველ რიგში. ჯერ ხო იწუწუნა რომ 200 მეტრი გაივლო, ანუ იმის რომ დავტოვო ეგ ბარათი. მანქანით უნდა დავარტყა მთელი წრე ქალაქს. მოვედით ბოსნია ჰერცეგოვინას საზღვართან და იმედია გაგვიშვებით. მეორე დღეს ეს გავაჩერა, ესე ხორვატიაში ვარ ჯერ. მწვანე ბარათი აწერო, იმიტომ რომ ბადა გავუხდა ერთ წელს და მეორე მოქვს აგერ აქ. ტელეფონში არ უნდა იყოს აუცილებლად, უნდა იყოს ამოპრინტერებული. ეფერება მიყვარს. საზღვრამდე ვიაქტიურებთ ხოლმე ყოველთვის როუმინგოს და ახლა დაგვავიწყდა. აი მე პატარა წერტილი აქ ეტყობა ქვა მოხდო. უნდა ვქნა. რომელ ქალაქშიც მივიდივართ იმ ქალაქის გზა დაგვხდა დაკეტილი. აქვე იყო სასტუმრო, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ნიკამ აიღო ჩაი, მე ავერე ყავა. ამან გაზიანი სასმელი. წავის მუსნავებთ, შევჭამთ და მე გავაგრძელებთ გზას. ყველა ქვეყანაში ყავას მოყვება წყალი. მოვიდა საჭმელი. არა, კარგად არის დაგვირებული ძველი. მე ძალიან ცხელია. გამოვედით ხო ჭამეთ. ცოტა ძალიან ცივია. 2 საათის გზა გვაქვს და 3 საათზე გვაქვს ჩაგენე. ეს მანქანა არის ულამაზესი. ვეხვეწები რომ გაჭბობა ჩამერთონ, მაგრამ არ მირთვა. ჩართულია, ბიჭო. ჩართე? ჩართული. შანსი არ აური მაგადა რომ გაედიოს. აპოკალიფსი. მოვედით. ჩემნაირი მანქანა დგას. ძალიან ლამაზია. ვარგდებით, უნდა გადმოვიტანოთ ჩემოდნები. ვაიმე, ძალიან ცივაა. აქ ვახტეს ეს პროდუქტები საწყობი. ვილის პასტები გჭირდება, ხო? გამოიგე. ჩვენი აპარტამენტი მისაღები თავისი king bed-ით, აივანი, საის bed-ით. ბოსნიაში არის ძალიან მაგარი სიცივე და შორტებიდან გადავედით უკვე შარლებზე. აი ამათი შარლები აცვიათ. იყინება ქვეყანა. როლზე დგას 3 კაცი. ეგრევე შესამჩნევია, რომ გადიხარ ევროკავშირის ზონიდან. ბოსნიას, ალბანეთს და შემდეგ დანარჩენებს ყველას ეტყობოდა. ერთადერთი მონტენეგრო იყო იდეალური, რომელსაც ევროპის დონე ჰქონდა. გზაც კი არ არის და მაკის თავიანთი ვერსია აქვს. DM-ის მაგერად აქვს CM-ი. ჩვეულებრივი მასკვა ისევ დავტოვეთ ევროკავშირის ზონა და ვიყიდეთ ცალკე ბოსნია-ჰერცეგოვინას ისიმი. ინტეგრირდება ტელეფონში და მაქვს ინტერნეტი. ჰერცეგოვინაში გადავწყვეტ მოსტარში დარჩენა. ერთადერთი ადგილი აქვს, რომელთანაც ახლა მივიდივართ. შენ? ერთადერთი ტურისტული ზონა და თან ძალიან ბევრი ტურისტია ნამდვილად. აი ეს არის ყველაზე ცნობილი ხიდი. საინტერესო აი ამ ხიდიდან თურქებიან წყალში ზაფხულობით. იუნესკოს დაცულ სიაში არის ეს ხიდი თურმე. ტვინი მეტკინა. რამხელა ხმაზე ყვირიან. ისეთი გზა არის ხიდზე, რომ აუცილებლად მოკვდები. ამოზნექილებია. უეჭველი წაქცეული ხარ თუ არ იყურე კარგად. ნაყინზე გავჩერდი რომ ამეღო და აი ავიღე, მაგრამ შიშველი ხელები მოკიდა და ისე მომაწოდა. ია. ბიჭებმა ძალიან დიდი უარი მტკიცეს გასინჯვაზეც